მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ვნახოთ ჩვენ დღეს რა გააცნობიერა მან თქვენთან დაშორებისას, ხო? აი ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები მე მაქვს გამზადებული, თქვენ ყავა მოამზადეთ, იმიტომ რომ რაღაც ბევრი კითხვები მაქვს, რომ ჩვენ ახლა ყველაფერი გავიგოთ, მაგრამ ჯერ გავიგოთ ვისთვის არის ეს გაშლა, ვისი არის, რომ თქვენ იცოდეთ, რომ დრო არ დაკარგოთ, თუმცა პრინციპში შეგიძლიათ ისედაც მოусმინოთ, შეიძლება საინტერესო იყოს რამე თქვენთვისაც აქ. ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია. აქ არის უეჭველი პაუზა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს პრინციპში აქ ვერ გეტყვით იმას, რომ თქვენ ზიხარ და პრინციპში აი ტირი ხართ, გლოვიარობთ, არა. აქ არის როგორი მომენტი, თქვენ იცით რომ ეს ადამიანი თქვენთვის ძვირფასი, მაგრამ თქვენ აქ ხართ ამ პაუზაში თქვენი დაკავებული, თქვენი თავით. შეიძლება ზოგი ვითარდება, ზოგი თქვათ ახლა რამეს სწავლობს, ან კაი დროს ატარებს, ყოველ შემთხვევაში რომ გითხრათ რომ აქ ახლა თქვენ ნერვიულობთ მაგაზე, არა, აი აქაც როგორი თემა არის, აი თითქოს მე ვიცი რომ ის მაინც ჩემია საწავა ახლა და იჯდეს ახლა იქ ჩუმად და განვითარდეს იმ თავის სიჩუმეში იჯდეს, ხო? აქ ნამდვილად თქვენ ხართ როგორ იცით, პრინციპში აი ვერ ვიტყვი იმას რომ თქვენ აქ არ ნერვიულობთ, თქვენ უკვე ეს ყველაფერი შეიძლება ადრე დაუშვათ, იმიტომ რომ აქ შეიძლება პაუზა არ არის ერთხელ, ამიტომ შეიძლება თქვენ ადრე ნერვიულობდეთ, შეიძლება გქონდეთ ეს მომენტები რომ თქვათ ახლა განიცდიდით რაღაც, ახლა აღარა გაქვთ ეგეთი პერიოდი, ანუ ყველა პაუზას თქვენ პრინციპში ხვდებით რატომ არის, რაღაცა უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა უკვე ხვდებით თქვენ, ახლა ვინც ჩემთან უკვე წლებია, კი იცით თქვენ ახლა რუსულ მაგას გიბიძგებთ ხოლმე, რომ ნებისმიერი პაუზა არის იმისათვის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რატო რისთვის მოვიდა და არ ვინერვიულოთ, არ ვიტიროთ, შეიძლება არის ზოგჯერ ეს სიჩუმე საჭირო თქვენთვის, რომ თქვენ ახლა რაღაცები გაიაზროთ, ზოგჯერ არის პარტნიორისთვის და ამიტომ ეს როგორ შეიძლება გაიგოთ, თუ თქვენ უფრო მეტნაკლებად მსუბუქად გადიხართ თქვათ ამ პაუზებს, ხო? ესე იგი უკვე იცოდეთ, რომ ეს მისი რაღაც მომენტები, იმიტომ რომ აი თუ დაუშვათ გრძნობთ, რომ აი თქვათ რაღაცა შფოთვები წამოვიდა, თქვენ დაუშვათ, კარგად ხართ, ხო? ზიხართ თქვათ, შეიძლება და ქალებთან, რა ვიცი, რაღაც ან კაფეში, რესტორანში, ან სამსახური, რა ვიცი, რაღაც კარგად ხართ, ხო? და უცბად წამოვიდა რაღაცა შფოთვები და რაღაცა უცბად მოგონებები და რაღაც ეს არ არის თქვენი, ეს არის თქვენი პარტნიორის. უბრალოდ როცა ასეთი დაკავშირება არის ადამიანების, ხო? თქვენ გრძნობთ უბრალოდ ერთმანეთს და ამიტომ ეხლა თქვათ იმ წუთში ეს მისი შფოთვა, რატო წავიდა მისი შფოთვა? იმიტომ რომ შენ გადაერთე, შენს თავზე, შენ დაკავდე შენი თემებით, შენი ენერგია წავიდა სხვაგან, მან ეს ამ ენერგიის ნაკლებობა იგრძნო, რაღაცა მოაკლდა და დაეწყო შფოთვები. ეხლა მომისმენთ, ჩემო სიხარულებო, ესეთი რამე ემართება მხოლოდ წყვილებს, ვისაც აქ ძალიან დიდი დაკავშირება რა, ერთმანეთთან, როცა თუ დაუშვათ შენ უბრალოდ ეხლა კაი ღამე გაატარე მასთან და ეხლა არ მოგწერა და ვაფშე გაქრა და შენ ელოდები კიდე როდესაც გამოჩნდება, ეს არ არის ეგეთი თემა. ეს არის იმათთვის უფრო ეგეთი გაშლები, ვინც ნამდვილად, თქვათ, კაი ხანი გქონდა უკვე ურთიერთობა და აქ უკვე, ბევრი რაღაც ისტორიებიც იყო უკვე ამ წყვილში, ხო და უკვე რაღაცა პროცესებს გადიან. აქ შეიძლება ხო გითხარით, ბევრჯერ იყო ეგეთი მომენტები და ამიტომ თუ ადრე თქვენ განიცდით, უბრალოდ ეხლა გადაერთეთ რა, რომ ასე რომ თქვათ და აღარ ნერვიულობთ იმაზე, რომ თქვათ, ვაი და უი და რაღაც. იმიტომ რომ უკვე აცნობიერებთ თქვენ თვითონაც რატომ მოხდა ეს ყველაფერი. კი, აქ არის მანძილზე, მაგრამ არის კი მიჯაჭვულებით. არის, გინდათ კომუნიკაცია. ყველა ვარიანტში გინდათ ეს კომუნიკაცია, მაგრამ აი აქ ნახეთ 1 2 3 4 5 მაღალი არკანი. აი ზუსტად რაც მე გითხარით, აი ეს არის რა პრინციპში, უბრალოდ ტარო მიდასტურებს ის, რაც მე თქვენ გითხარით. იმიტომ რომ თქვენ ახლა უკვე ძალიან მშვენივრად კარგად ხვდებით, რისთვის არის ეს ყველაფერი იმის, ანუ თქვენ უკვე აღარა ხართ ძალიან მიჯაჭვული იმაზე, რომ თქვა თუ არა გაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, აი თქვათ ახლა მოხდა რაღაცა, ხო, შეიძლება მანძილი გაქვთ უბრალოდ, თქვენ აქ ვითარდებით, თქვენ ხართ აქ თქვენთვის, თქვენ ძალიან სხვანაირად უკვე უყურებთ
ვფიქრობთ ამ სიტუაციას, რაღაცას როგორც გითხარით, ან ზოგი რაღაცას სწავლობს, ან ზოგი რაღაცას, ну, ყოველ შემთხვევაში აქ არ არის და ორი ტუზი კიდე, ნახეთ, შეხედეთ. იმიტომ რომ თქვენ აი აქ დარწმუნებული ხართ, რომ ეხლა თქვენი პარტნიორი გადის რაღაცა მომენტ. всё, აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ უკვე პრინციპში ტარო მიდასტურებს იმას, რაც მე უკვე გითხარით თქვენ რა. ну, ვინც დიდი ხანი ემიყურებ, თქვენ იცით ჩემი თვისებები უკვე, რომ ინფორმაციას ეგრევე ნაკადიდან ვიღებ, უბრალოდ ტარო მიდასტურებს, ხო? ხო და ამიტომ აი აქ მშვენიერი კაი სიტუაცია მე მომწონს, უბრალოდ ჩვენ ახლა ნახოთ ახლა აი ამ ეს ბიჭის არის სიტუაცია ახლა თქვენი პარტნიორის და თქვენ უბრალოდ აქ ну აძლევთ დროს მაგას რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან დაფიქრდეს დაუშვოთ თუნდაც. თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია, მოდით ახლა ჩვენ უკვე ვნახოთ ახლა ანუ რა გააცნობიერა მან, ხო? ჩვენ ხო ეს გვაინტერესებს და აბა ვნახოთ რა გააცნობიერა ჩვენმა ძვირფასმა. ანუ ვნახოთ ახლა პირველი, ანუ რა გააცნობიერა მან რეალურად დაშორების შემდეგ. გაიაზრა თუ არა მან თავისი პასუხისმგებლობა ამ დაშორებაში. ვნახოთ ახლა გაიაზრა თუ არა მან რომ თქვენ და კარგად დაუშვათ. იმიტომ რომ ყველა პაუზა ხო ჩვენ ხო მაგაზე მაინც აი დამკარგა და დავშორდი და აღარასოდეს არ იქნება. მაგრამ აქ მილიონჯერ შეიძლება იყოს ეს სიტუაცია დამიჯერეთ რა. შემდეგი ნანობს თუ არა ის თავის აქციელზე ვნახოთ. ეხლა შემდეგი გაიაზრა თუ არა მან თქვენი ურთიერთობის ღირებულება. შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება შენს მიმართ დაშორების შემდეგ. მასეთი ფორმატი იმიტომ მიყვარს საერთოდ ახლა ვინც პირველად შეიძლება მიყურებს ხოლმე სულ ასე ვცდილობ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ტაროს უნდა საერთოდ ზუსტი პასუხები რომ მიიღო, აი ჯობია ასეთი გაშლები რა და მე ჩემოსწავლებსაც ეგრე ვასწავლე. ჩვენ სულ ეგეთი გაშლები გვაქვს, სადაც ანუ უშუალოდ თითოეული არკანს აქვს თავისი კითხვა, რომ აი ეს მკითხაობა იცით თქვენ მე არ მეყვარს და ზუსტი პასუხები რო გჭირდება, ამიტომ მე ეს ასეთი ფორმატი უფრო მომწონს და ვიცი უკვე რომ ჩემაყურებელსაც მოსწონს და დიდი ხანი ასე მუშაობთ ჩვენ, ხო? так, ვნახოთ ახლა რა გრძნობები გააცნობიერა მან შენს ну ამ განშორებაში რა. და როგორ არის იცით? ეს დაჟე როგორი მომენტი არის, ანუ შენს გარეშე, ხო? რა გრძნობები გააცნობიერა მან შენს გარეშე. კი, კარგი კითხვა არის. და გაიგო თუ არა, ან გაიაზრა თუ არა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე, არის თუ არა მზად რაიმე შეცვალოს ამ გამოცდილების შემდეგ და არის, ну, ნახოთ ეგეც აქვს თუ არა მას სურვილი რომ დაბრუნდეს და შეცდომები გამოასწოროს. ну всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ აქ უკვე არჩევანი გააკეთეს. всё, შეგვიძლია დავასრულოთ, იმიტომ რომ კი, პასუხი კი, სულ ფიქრობს თქვენზე და უკვე გაიაზრა ყველაფერი. всё, კარგად იყავით. კაი, რადგან უკვე გავშალეთ, ну ვკითხოთ მაინც რა, იმიტომ რომ პასუხი კი არის, რომ უნდა აი ბოლო კითხვაზე რაღაც მომივიდა ეგ პასუხი. კაი, всё, დავიწყოთ. ხუმრობები გადავდეთ. ეხლა პირველი ანუ რა გააცნობიერა მან რეალურად დაშორების შემდეგ. რა გააცნობიერა, ვნახოთ, რა გააცნობიერა. მაგან რომ ეს რა გააცნობიერა და ის რომ ну, პრინციპში так, მოიცადეთ. ეხლა მე დამჭირდება კიდე დასთა მინდა მოდება ეს დასთა ავიღოთ მაინც რომ რა გააცნობიერა, რა არის როგორი თემა იცით, რომ თქვენ ერთმანეთს აქ რაღაცას უმტკიცებთ. გააცნობიერა ის რომ თქვენ ერთმანეთს არ უთმობთ.
ანუ თქვენ გაქვთ თქვენი სიმართლე, მას აქვს თავისი სიმართლე და იმის, აქ კიდე რა გააცნობიერა, იცით, რომ კი არ უნდა დაუმტკიცო ის შენ რო ხარ ყველაზე მართალი, აქ საუბრები შეიძლება თქვენ არ გაქვთ ის. აი გავუშვათ ეგრევე გადადიხართ კამათზე, მაგრამ აი ისიც გააცნობიერა, რომ თქვენი ჭუბი შეიძლება მაგიტომ მოდის, რომ თქვენ ერთმანეთს სულ რაღაცას უმტკიცებთ ყველას. ხო? ნამდვილად და იმის მაგივრად რომ დააჯდეთ და დაელაპარაკოთ, ხო? ერთმანეთს თქვათ რაღაცა აუხსნათ, აი თქვენ სულ კამათობთ. და მერე მოდის აი ეს ჭუბი და მერე კიდე შეიძლება რა იყოს, იცით? თქვათ ახლა ამას კიდე აქვს იმპულსური შეიძლება ხასიათი, გაიგეთ? იმის მაგივრად რომ აი ხო არის, ნახეთ, აი დავუშვათ იჭხუბა იჭყობა რა ახლა, ანუ რაღაც კამათი მოგივიდათ და იმის მაგივრად რომ დააჯდეთ და დაელაპარაკოთ, ან გაჩერდეს, ან სხვა ოთახში გავიდეს და დაშუშმინდეს, ეგრევე შეიძლება თქვათ გავარდება რა ოთახიდან, ან სახლიდან, ან ვაფშე თქვენი ცხოვრებიდან გაქრება რა. შეიძლება თქვენ ადრე უკვე თქვათ, მაგაზე ნერვიულობდით, აი რამდენი არიან გოგოები, ვაიმე, მითხარით რაღაცა ერთ კითხვაზე მიპასუხოთ, არ ვპასუხობ, იმიტომ რომ უნდა გავიგოთ, რატომ გააკეთა ეს და არ მეყვარს და არ ვაკეთებ მე გაშლებს აი ესეთებს ერთ კითხვაზე, მაგიტომ, ხო და აი ზუსტად ეს სიტუაცია არის. აქ რო თვითონ გაიაზრა ეს, რომ ჭუბი კი არა, უნდა დავждეთ და დაველაპარაკოთ, გავისაუბროთ ერთმანეთს და არა ის კი, ხო? და არა გავიქცე, თქვათ, უნდა გავჩერდე, თქვათ, არ უნდა გავარდე, უნდა დავფიქრდე იმაზე, რა მოხდა, რისთვის მოხდა და აი მაშინ იქნება ყველაფერი კარგი. აი ეს მიხვდა მაგან ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს აქაც მაჩვენა რა, ის რომ ეგრევე შეიძლება იმას შვება, რა ქვია, გადავარდება და всё, მე ნანობს იცოდეთ თქვენ, ძალიან ნანობს ხოთ შორის, აი თავის აქვს, მაგრამ არის რაღაცნაირი ისეთი იმპულსური ტიპი რა. ნახოთ ახლა ჩვენ ისე რომ გაიაზრო თუ არა მან თავისი პასუხისმგებლობა ამ დაშორებაში. გაიაზრა თუ არა. პასუხისმგებლობა რა, იცით როგორი თემა არის, აქ ვიტყობა ბევრჯერ, ხო გითხარით, ბევრჯერ იყო ეგ სიტუაცია რა, ბევრჯერ იყო და მერე რა, ბევრჯერ რო იყო რა. გაიგე, შენ რო შენ ხარ ახლა აქ, თავი და თავი. გაიგო თუ არა. არა, აქ როგორი თემაა, იცით? აქ არ არის ეს თემა, რომ თქვათ, აი მე ვარ დამნაშავე, არა. ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მასზე ჯობდა, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ იყო ეგეთი სიტუაცია, თვითონაც ამას ამბობს რა, ალბათ ფიქრობს, რომ წასვლა ჯობდა. იცით რა არის გოგოებო, ნახეთ რა ხდება კიდე. აქ რა ხდება გეტყვით. შეიძლება აქ ვინმესთვის როგორი სიტუაცია იყოს ახლავე აგიხსნით. დაუშვათ, თუ თქვენ ნახეთ, ამ ადამიანს შეიძლება უნდოდა როგორი ურთიერთობა, იცით? ანუ თქვათ მართა სიამოვნო მომენტები მოვიდა, თქვათ ახლა გაერთო, წავიდა. და ასე ხდებოდა ეტყობა სულ, მაგრამ თქვენ შეიძლება მას ეუბნებით, თქვათ, რომ აი მინდა რომ ჩვენ უკვე სხვანაირად დავიწყოთ ურთიერთობა და ზუსტად იმიტომ შეიძლება ეს ადამიანი გარბის. სხვათა შორის, არის აქ ახლა ისეთი მომენტები, როცა თქვა თავიდან, აი ეს ხშირი შემთხვევა არის, როცა დავუშვათ შეხვდებიან ერთმანეთს ადამიანები და არ ელაპარაკ, აი აქაც საუბრები არ არის, ხო და ღიარა მაგანაც, რომ თავიდან ეუბნები, რომ აი თქვათ, მე არ მინდა სერიოზული ურთიერთობა, მე მინდა უბრალოდ შეხვედრები, არის ეგეთი კატეგორია, შეიძლება ყველა არა, მაგრამ ან თავიდან ახლა ხო არ ვეტყვი, რომ ხო შენი ცოლობა მინდა, ამ დროს ძალიან ცუდი, დაუთხრა თუ გინდა შენ ცოლობა სიტყვაზე და შენ გინდა ოჯახი, ხო? მაგრამ თავიდან ახლა იშვიათად რომ ვინმე ასეთ საუბრებს ატარებს, ხო? ხშირ შემთხვევაში დაიწყო, მე გადავიდა სხვა ეტაპზე, სხვა შორის ძალიან ბევრი კონსულტაციები, გოგოები მოდიან და ვეუბნები, რომ შენ თუ
თუ კაცს უკვე ყველაფერი მიეცი, როგორც რაც ცოლმაც უნდა მიეცეს, ისეც და როგორც ქალმა ყველაფერი, ის მერე უკვე აღარ აიღებს პასუხისმგებლობა, რაზე აიღოს პასუხისმგებლობა ამიხსენი, აი რათ უნდა, ხო? შენ უკვე ყველაფერი უკვე მაგას პადნოსით მიართვი რა, რო იტყვიან და ხო და რანაირად უნდა აიღოს ახლა პასუხისმგებლობა მაგან რისთვის და აი აქაც შეიძლება ეგ იყო, მაგრამ მე დავუშვა თქვენ რომ უკვე შეხვედეთ ურთიერთობაში, შეიძლება თქვენ უკვე მოგინდა თქვა სერიოზულ რამეზე გადასვლა, მაგრამ ეს უკვე არ იყო მზად, მაგას შეიძლება არ უნდოდა ეგ სერიოზულობა და ამიტომაც თქვა რომ ნუ ახლა მე ვერ განვახორციელი მისი მოლოდინი. გამიგეთ? ანუ მას მე არ მინდოდა თქვა და ჩვენ ახლა მე ხშირად გვაქვს ეს მომენტები, ეტყობა გაუგებრობა შეიძლება თქვენ გინდათ ერთი, მას უნდა სხვა, მიხვდეთ რა ხდება? და ვერ შეძლო მან შეიძლება თქვა სერიოზულ თემებში შესვლა, მაგრამ აი მარტო სასიამოვნო მომენტებისთვის კი, მაგრამ აი უფრო სერიოზული სიტუაციებისთვის აქ შეიძლება ადამიანი უბრალოდ მზად არ არის, ან არ უნდა, ან უფიქრია და ამიტომ თქვენ რასაც ელოდებოდეთ მისგან, ვერ მოგცათ მან თქვენ. კიდე ეს მომენტი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მხოლოდ მე შემიძლია თქვათ ამას თქვათ ვასიამოვნო და არა თქვათ ეხლა ნუ აი ესეთი თემა. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ რა ქვია ნანობს თუ არა ის ამ თავის საქციელი, ნანობს თუ არა. კი, ნანობს სხვათა შორის ძალიან ნანობს, იმიტომ რომ აქ ზოგადად შეიძლება даже დალევაც დაიწყო, იმიტომ ნანობს რომ მიხვდა მან შეიძლება აი ამ თქვენთან დაშორებისას რომ მე ეს მიყვარს. სიყვარული, ნახეთ ესაც ნახეთ როგორ ხდება. შეიძლება თქვენ ნუ რა თქმა უნდა გოგო ესეთი ჩვენ ისე ვართ აწყობილი რომ ეგრევე გვინდა ჩვენ ბუდეს შევქმნათ, ხო? მაგრამ მამაკაცისთვის ეს ნელა მოდის და სხვათა შორის აი თქვენ რო ნერვიულობთ ხოლმე ამ დაშორებაზე, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი. ძალიან კარგი, კი მტკივნეულია, მაგრამ მტკივნეული რატო? იმიტომ რომ შენ არ იცი რა ამ პერიოდში როგორ უნდა მოიქცე. და ფიქრობ რომ უნდა ვინერვიულო, უნდა დავრეკო, უნდა მივწერო, უნდა გავარკვიო ყველაფერი, ეგ თუ არ გავაკეთე მაგას ვაფშე საერთოდ აღარ გავახსენდები და თავი უნდა შევახსენო. ამ დროს არის სისულელე. არ არის საჭირო, შენ თუ ესე ხარ, ესე იგი რადგინაა ეს კაცი, თუ მაგას სულ შეხსენება უნდა, რომ შენ აი აქა ვარ, რათ უნდა ეგეთი შეხსენება, თუ მაგას არ ახსოვ ხარ, ხო? ამიტომ დაშორების პროცესი ძალიან მაგარია საერთოდ რო იცოდეთ და ამისთვის იყო ძალიან კარგი ყოველ შემთხვევაში, მან ძალიან კარგად მიხვდა რომ საერთოდ თქვენ დაკარგათ. და ძალიან კარგად ხვდება იმასაც, რომ არასწორად მოიქცა. იმიტომ რომ კი იცის, კი დავკარგე, იცის და ეხლა ამაზე არის აქ ნუ ნერვიულობა უეჭველი აქ ამ ადამიანს გეუბნებით რა. კი, იმიტომ რომ მაგან ეხლა პრინციპში რა ქვია, აი კიდე კაი ეს პოზიციები მიწერეთ, თუ ხარო წავალ ნაკაჩი ეგრევე დამავიწყდება, ხო? ანუ აქ ნახეთ როგორი მომენტი არის, ნანობს თან ძალიან ნანობს. ნანობს. კი, ნანობს. იმიტომ რომ თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია. ვერაფერი აი მისი ტვინი არ ჩერდება. გაიგეთ? ძალიან კარგად იცის რომ მისმა საქციელმა, მისმა ენამ, მისმა აი ყველაფერ უარყოფითმა მხარემ დაბლოკა ეს ურთიერთობა. ეხლა ძალიანაც უნდა თქვენთან მოვიდეს, მაგრამ ნუ რაღაც ფიქრობ შეიძლება რომ ეს ურთიერთობა დაუშვათ დაიკარგა, ხო? ან არ არის, ან რაღაცა, ხო? ნუ კითხვები კიდე გვაქვს, მოდით ახლა გავაგრძელოთ, რომ არ ვიჯდეს ახლა ზეგამდე, ხო? შემდეგი ჩვენი კითხვა გვაქვს, ანუ გაიაზრო თუ არა მან თქვენი ურთიერთობის ღირებულება. აქ როგორი მომენტი არის? პრინციპში ნახეთ იმის მიუხედავად, რომ აქ არის ხმალების მეფე, მე შემიძლია გითხრათ, რომ ფიქრობს მაგაზე, იცით? თან ბევრს ფიქრობს მაგაზე რა. ძალიან ბევრს ფიქრობს ეგ ადამიანი და
ნამდვილად კი, იმიტომ რომ ხდება ეხლა ეს ადამიანი, რომ აი ენერგია, ძალიან მაგარი ენერგია იყო თქვენს ურთიერთობაში რა, როცა აი კარგად გრძნობდა თავს და ეხლა ძალიან კარგად ხდება, რომ ეს უკვე ენერგია, რომელიც ჰქონდა თქვენთან ურთიერთობაში, ეხლა არა აქვს რა, აი როცა მარტო ვარ, მარტო შემიძლია ვიოცნებო იმაზე, რა სითბო მქონდა, რა კარგად ვიყავით, როცა ვიყავით ერთად. ეს პაუზა გეუბნებით, გოგოებო, ძალიან მადლობა უთხარით მაღალი ძალებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი რაღაცები გააცნობია რა მაგ ადამიანმა, აი ძალიან ბევრი რა. აი ძალიან. Так, შემდეგი მოდით ვკითხოთ ახლა. შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება შენს მიმართ. შეიცვალა თუ არა, ისეთ როგორ შეიცვალა. სხვათა შორის მაგას თუ დააუშვ ადრე, აი ახლა უფრო მეტ ინტერესი უჩნდება მაგას თქვენზე, ვიდრე შეიძლება გქონდა. იმიტომ რომ აქ ახლა თვითონ შეიძლება მოხდა იმ თავის მახეზე. თუ დააუშვ თქვენ ადრე იჯეკით და მაგის სოციქსელებს აკონტროლებდით და ეძებდით სად არის და როგორ არის და რაღაცა დამერწმუნეთ, ახლა ეს არის მაგისი მეორე სამსახური რა. ზიზდა ძალიან მშვენივრად კარგად ათვალიერებს იმას, რა მოხდა, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. კი ბატონო რა. კი, ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ რაც გითხარით, ეგ არის ზიზდა უყურებს. ანუ რა ქენი გამოჩნდა თუ არა და ასე შემდეგ. შეიცვალა ძალიან. უბრალოდ ახლა გეუბნეთ თქვენ შეიძლება შეიცვალეთ როლები. აი აქ და ეხლა ის აკეთებს მაგას, რასაც აკეთებდით თქვენ ადრე. იმიტომ რომ მაგას ახლა უნდა რომ იცოდეს, ყველაფერი აბსოლუტურად თუ რა ხდება. იმიტომ რომ თქვენზე ინფორმაცია არ აქვს. იმდენი რამდენიც თქვათ მას სჭირდება. არ აქვს. ამიტომ კი ბატონო, აქ ნამდვილად ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ბიჭი. ნახოთ ახლა რა გრძნობები გააცნობიერა მან, როცა დარჩა შენს გარეშე, ხო? მე აქ ძალიან უძილო ღამები, აქ ტკივილი გოგოებო, თუ თქვენ ღამები, თქვათ, არ გძინავთ, ნახეთ როგორ თემა, აი დაუშვით თქვენ ახლა შუა ღამეს ეს იღვიძებთ, ხო? აი გძინავთ, მერე უცბად რაღაცა, აი ვითომ ან წყალი მოგინდა, ან გაიღვიძე, ან რაღაცა შპოთვები გეუბნები, აი შპოთვები. ეს არის ყველაფერი მისი. იმიტომ მე განახად აქ უდიდესი სიგნიფიკაციაზეც ხო გითხარით უკვე, ხო? ამიტომ ახლა მივხვდა ეს ადამიანი, რომ თქვენს გარეშე დარჩა მარტო მე არავის არ ვჭირდები, ჩემი ცხოვრებით არავინ არ ინტერესდება. აი პატარა ბავშვი მისი ზიზდა ტირის მასში, რომ მინდა რომ ვიღაცა მომეფეროს, მინდა რომ ვიღაცა გამოჩნდეს, ვიღაცა რა ახლა თქვენზე საუბარი, მაგრამ მე არ გიბიძგებ ამით. ახლა რომ თქვენ ახლა არიკად ტელეფონები დაიჭირეთ და ეგრევე ჩემო სიხარულ დედიკოები ჩართოთ. არავითარ შემთხვევაში არანაირი დედიკო. ხო? თან ეს ცხრიანია და ანუ უკვე მიიყვანეს იმ დონემზე, რომ დაჟე აქ ცოტა როგორი ტიპია, ეცეთ აი გრძნობებს ვეკითხები, ეს მეუბნება, ფიქრები, კაცი პრინციპში კაცები ახლა მაგათი გრძნობებიც და ფიქრებიც ყველაფერი ერთ ამაში დეს ყუთში დეს რა. ხო და ამიტომ იცით რა არის ეს რა უბრალოდ ნახat კიდე ეს ახლა შეიძლება ნანობს იმას რომ მე რატომ არ გადავიყვანე ეს ურთიერთობა სერიოზულობაში კი ნანობს კიდე ცხრიანზე გადავირია ეს ნახat შეიძლება თქვენთან იყოს სიტუაცია ისეთი რომ დაუშვოთ იყო ან საუბარი ან დაუშვოთ რაღაცა მომენტები რომ მოდის სერიოზული სიტუაცია ჩვენ შევქმნათ ხო და მან თქვათ უარი გითხრათ და ან გაქრა ხო მაგრამ ეხლა მივხვდა რომ აი უფრო ცუდად ვარ კიდე ნახat რა თუ თქვენს შორის არის რამე სხვაობა ეს როგორც თქვათ რელიგია ასაკი, მენტალიტეტი, სტატუსი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად იცოდეთ, რომ აი აქ ძალიან ამას ნანობს, რომ აი ეს რომ არ იყოს, მე აი საერთოდ აი ეს
კლავს რა მაგას ძალიან რა რომ შეიძლება ეს არის ხელის შემშლელი თქვენს ურთიერთობაში რაღაცისთვის ან თუნდაც იმ თქვათ ამის გამო ამ ადამიანმა ვერ გადაიყვანა თქვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულობაში შეიძლება თქვათ ვიცი რომ ოჯახი არ მიიღებს კიდე ეს მომენტი შეიძლება იყოს და ანუ ნახეთ აქ როგორი თემა არის ამ ადამიანს აქ ეს რო აწუხებს ეს სიტუაცია პირდაპირ შეიძლება თქვენ ვერ გეუბნებათ მაგრამ ამაზე ფიქრობს ამაზე რო ფიქრობს ხო არ იცის როგორ რანაირად იმიტომ რომ თვითონ ეთყობა ვერ ბედავს თქვათ რომ გააკეთოს ის რაც მას სურს ხო იმიტომ რომ აქ არის ეს დაბრყოლება რაც გითხარით ან ნუ სხვაობა ხო დავარქვათ მაგას და ამიტომ რომ შეიძლება ისე იქცევა რამე ძერსკატ რაღაცნაირად უხეშეთ შეიძლება რაღაცნაირად აი უცბად გარბის გამორბის იმიტომ რომ ვერ წყვიტავს თვითონ აი ამ ვერანაირად ამ პრობლემას ვერაფერს ვერ უშვება მიხვდით და მე მარტო რომ რჩება თავის თავთან უფრო მაგრად განიცდის რომ აი მე რატო არ შემიძლია ან რატომ არ ახარ თქვა ჩემი ასაკის სიტყვაზე ან რატომ არ ახარ თქვა ჩემი ეროვნების სიტყვაზე ხო ან რატო არ ახარ თქვა ჩემი ნუ რაღაცა რელიგიის ხო ნუ ყველა სხვა თემა აქვს და ამაზე აქ ძალიან განიცდის რომ იცოდეთ თქვენ აი ძალიან განიცდის და ამიტომ არის აი ეს რაც არის და რა გაერწმებიერა ხო ნუ აი მხოლოდ შენთან ვარ კარგად კი აქ იცით რა არის ამაზე სულ ფიქრობს და ხვდება რომ მხოლოდ შენთან ვარ კარგად მიხვდით ეს სხვა ძალიან დიდი გამბედაობა ახლა მაგრამ არსებობენ ეგეთი ადამიანებიც აი ხო იცით თქვენ მეფეებზეც ახლა წაკითხული გექნებათ ხო რომ აი თავის თქვათ სკამზე უარს ამბობდნენ სიყვარულის გულისთვის ხო აი სხვადასხვიდან მოვიდა აქ ხო და ამიტომ ახლა ნუ რა ვიცება იცის მაგან ძალიან კარგად იცის მაგან პენტაკლების არის აქ მეფე და პენტაკლების მეფე როგორი ტიპია იცით ძალიან ნელი უზომოდ ნელი და მაგისგან ახლა კი მიყვარხარ და კი მნიშვნელოვანი ხარ და ასე შემდეგ მაგრამ ცხრიანები ანუ მე ვერ ვაკეთებ ვერ კი მიყვარხარ კი მინდა შენთან მაგრამ რაღაცას ვერ ბედავს ეს ადამიანი რო იცოდეთ რა მაგრამ ის მიხვდა რომ აი ზუსტად ეგ მიხვდა რომ ამის ყველაფრის მიუხედავად რომ მაინც ჩემი ხარ რა ანუ შენ ხარ ის ქალი რომ ვისაც მე კარგად ვგრძნობ თავს და ნუ აქ სხვათა შორის მე არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცა მაგას აღიარებს კიდევაც რო იცოდეთ იმიტომ რომ ისეთი პოზიცია რომ შეიძლება ამ ადამიანს ცხრიანები ბევრი და შეიძლება თქვა ცხრიანი ეს მე მინდა რა ანუ რაღაც ეგეთი თემაა და ამიტომ ნუ მისი გულის წამალი რო ხართ ეს კი ვიცი და თქვენ მნიშვნელოვანი რო ხართ კი და არჩევანით შეიძლება თქვენსკენ რო გააკეთე ეგაც კი ნუ აი ეს გაიგო რო ვთქვათ რა ნუ ვკითხოთ მაგას ახლა გაიაზრა თუ არა მან რატომ მოხდა ყველაფერი ასე რა ნუ გაიაზრა პრინციპში რატომაც არა მიხვდა რომ საქციელი არ იყო აქ ბავშვური საქციელია რაღაცნაირად გაიგე არასერიოზული საქციელი არის რა მიხვდა მაგან რომ თვითონ შეიძლება ანუ მაგან ნუ თქვენ გქონდათ იმისი დრო საშუალება რო თქვა ამაგას უნდა როგორ იცით აი გაიღო ეს კარები და შესულიყო ამ ბედნიერებაში მაგრამ რატომ მაშინ ვერ გააკეთე თან აქიო მეუბნება რომ სიყვარული არის სიყვარული აქ ძალიან დიდი ეჭვიანობაც არის მაგრამ მიხვდა ის რომ არჩევანი არ გააკეთა თქვენსკენ ამ ადამიანმა ეთყობა მიხვდა აქ არჩევანი უნდა გაეკეთა თქვენსკენ მაგრამ ეს არჩევანი ვერ გააკეთა აი ეს არის ეს თემა რო იცოდეთ თქვენ და ამიტომ მიხვდა რომ რატომაც არის რომ ისი აი უმოქმედების გამო იმიტომ რომ თქვენ კი მისის უსაყვარლესი ხალი ხარ და უყვარხართ მაგრამ აი ბავშვური თემა რა ვერ გააკეთა ნაბიჯი რა იმისკენ რომ თქვენი ურთიერთობა თქვა დაუშვათ ყოფილიყო ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო ნუ ნახოთ ახლა არის თუ არა ის რამე შეცვალოს ამ გამოცდილების მერე არის თუ არა ნუ აქ რას ამბობს იცით დრო მჭირდება მე მაგისთვის რა კიდე დროს ითხოვს ეს ადამიანი დრო მჭირდება მაგრამ ახლა
დრო უჭირდება. აქ ნახეთ, აქ თუ დაუშვათ არის სიტყვაზე თქვენს შორის მანძილი, მაშინ ეს ადამიანი, აი, ნუ რაღაცა თუ სამუშაო, თუ ნუ რას მეუბნება, იცით რომ ეხლა შეიძლება კი, მაგრამ ეხლა არა, ნუ შეიძლება ახლოს არ არის სადღაც თქვენ სივრცეში, ან შეიძლება თქვა დაჟე აქ ვიღაცის, ნუ პატერეძელენ პროცესებში ინტერნეტში გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ აქ მაჩვენებს რას? ჩვენ არა ვართ ეხლა ნუ შორს ხართ რა ერთმანეთსგან. გამიგეთ რა ხდება, მანძილი არის აქ რა. კიდე, აქ არის როგორი მომენტი, იცით რომ შეიძლება თქვენ დიდი ხანი ელოდებით მაგას უკვე და მაგის გადაწყვეტილების მიღებას და ამიტომ მან არ იცის თქვენ გჭირდება თუ არა ეს. კიდე აი აქ ესეთი შემიძლია გითხრათ თქვენ პასუხი. არ ვიცი მას ეს უნდა ენდომება. გამიგეთ რა ხდება, მე რომ მოვიდე ახლა მაგასთან დრო გავიდა, ბევრი შეიძლება, ესეც იყოს აქ ეგეთი მომენტი, რომ და ეს მოქმედებს მის, მაგრამ პრინციპში თვითონ მზად თუ არა არის კი. კი. აქ პირველ რიგში როგორი მომენტი არის იმის მიუხედავად, რომ ხა შეიძლება თქვენ შორის სიჩუმე იყოს ან რაღაცა, ამას უნდა რომ ეს დასრულდეს რა ეს სიტუაცია და იმიტომ რომ ეს ადამიანი მაინც ანუ იზიდავს ძალიან და უნდა რა თქვენთან, მაგრამ ეჭვიანოს ძალიან ეჭვიანი ყავთ რა ვიღაცა, ძალიან ეჭვიანი. ნუ აქვს თუ არა მაგას სურვილი რომ დაბრუნდეს და შეცდომები კი, იცით რატო? იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა. თქვენ ხართ ქალი, რომელიც ხარი მნიშვნელოვანი. ზოგისთვის შეიძლება თქვა თქვენი მისი შვილების დედა ხართ, ხო? ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ ქალისგან მინდა შვილები. ზოგი ფიქრობს, რომ მხოლოდ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ქალი. ნუ იმპერატრიცა არის, ახლა ნახეთ, ზუსტად ეს თემა, როცა არავის არ ეხვეწება, როცა არის არაფერს არ ელოდება, არაფერს არ ითხოვს, მაგრამ მე რას, ნუ, იმიტომ რომ თვითონ არის თვითქმარი ადამიანი, გაიგეთ? შემდგარი ქალი არის იმპერატრიცა რა. იმპერატრიცა არასოდეს არ დაიწყებს ახლა იმას, რა ქვია, ხვეწნას, მიხვდით? ანუ ეს არის ყველა ისეთი თვისებები ქალის, რომელიც მართლა იზიდავს რა. მე ვარ ჩემი თავისთვის მე ვარ რა. ხო, სწორედ ვამბობ, იასამაუსიბია. ხო მიხვდეთ? ხო და ამიტომ აქ არის როგორ ეს არის იმდენად სურვილი როგორ შეიძლება არ კონდეს ახლა როცა იმპერატრიცასთან გაგშენ საქმე. კი, რა თქმა უნდა, მაგას ძალიანაც უნდა გამოსულა ამ თავისი უსაქციელობიდან და ანუ თავისი სიჩუმისგან, იმიტომ რომ თქვენ აქ ნამდვილად ძალიან უყვარხართ, ნამდვილად აქ ადამიანის აქ даже რაც გეტყოდეთ, იცით, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მაგე მოაჯადავთ. ნუ აქ ნახეთ, იმიტომ რომ ესეთი კარტი გამოდის, რომ ვერ გამოდის დამოკიდებულებიდან, აი თქვენ როგორც აი ნარკოტიკი ხართ მისთვის რა, გამიგეთ, იმიტომ რომ იმპერატრიცა ხდება კაცს დამიჯერეთ ცხოვრებაში ერთხელ. ნუ როგორც ქალს, აი მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი არის ესენი, რა ქვია, კოპიროვკა რა, აი კოპის რო აკეთებენ, მიხვდეთ რა. იმიტომ რომ როცა შენ ცხოვრებაში ხდება აი ესეთი ადამიანი, ხო, რომელიც აი მართლა მნიშვნელოვანი, ხო, და ყველას ცხოვრებაში პრინციპში ეგეთი ადამიანი ნუ ყველას მეტნაკლებად, მაგრამ ეძლევა რა. და ზუსტად შეიძლება აი აქ იყოს რაღაცა ხარვეზები, როგორი იცით, ნახეთ, იდეალურ პარტნიორთან ხო ვიცით ჩვენ რომ ადამიანი არ ვითარდება, იმასაც აქ რაღაცა ესეთი მომენტები, რომ აი აქ ხო გეუბნები, აქ ადამიანს აი ტვინი უდუხს რა. შეიძლება даже ფიქრობს, რომ აი რა გავაკეთო, ვერ მოვიშორე, რა არ გავაკეთე, ვერ მოვიშორე ჩემი ტვინიდან. ეს ზის, აი აქ ზის ჩემს თავში და აი იმიტომ შეიძლება ნუ ყველაზე დაბალი დონის ადამიანი იფიქრებს რომ მომაჯადოა, ხო? იმიტომ რომ ეს არის ნუ შეიძლება რამეს აკეთებენ, ეგეთი ქალებიც არსებობენ, აი მე მაგალითად პატის არ ვცემ ასეთ ქალებს რა. არც კაცებს და არც ქალებს, ეს ჩემი პირადი პოზიცია. არ მაინტერესებს თუ სწორია თუ არა, მე ვთვლი რომ სწორია. რომ აქ უბრალოდ ეს პოზიციაც ახლა რომ მკითხავი რო ვიყო, გეტყოდეთ რომ აი
ალბათ ჯადო გააუკეთეთ, მაგრამ მე ვიცი ეს არკანები როგორ მუშაობს და ამიტომ გეუბნებით, რომ ამას აქვს ეს მომენტი, რომ რაღაცა ხდება, რომ ვერ ვისვენებ მე ვერა. იმიტომ რომ დაუბრუნდი იმ თემას, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქალები ხვდებიან ერთხელ. მე ვეძებთ, ვეძებთ რა, ეძებენ ისინი, ეძებენ, ხო? თქვენნაირ ქალებს. დადიან და ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. გამიგეთ? მე იტანჯებიან. არის ეგეთი რამე. Всё, ამიტომ აქ გეუბნებით, პრინციპში კი, სურვილიც აქ ქმედებაც შეიძლება უფრო მეტად კი იქნება, უბრალოდ ეს ადამიანი ახლა ზის ამ გაკვეთილში და გამოვა თუ არა ნახოთ ეგ შემდეგ ვიდეოებში და შემდეგ გაშლებში. მე კი როგორც ყოველთვის გისურვებ მხოლოდ და მხოლოდ კარგს.